გამარჯობა. დღეს მინდოდა ჩამეწერა ვიდეო ამ წიგნთან დაკავშირებით, რომ გითხრათ კონკრეტულად რისი სწავლა არის შესაძლებელი ამ წიგნის დახმარებით. აქ ვხედავთ თვითონ მოცემულობას, რასაც მოიცავს მეორე ნაწილი არის უკვე ზოგადი ინფორმაცია, ანუ როგორც თქვა, თეორიული ინფორმაცია, არა პრაქტიკული, ეს არის ზოგადად კონფიგურაციები, რას ნიშნავს, როგორ გამოიყენება, ანუ ასტროლოგია როგორ მუშაობს, ვარსკვლავების როლი, მათი დახასიათება, ესე ვთქვათ, იერარქია, მინერალების როლი, პლანეტარული ციკლი, ეს ყველაფერი არის უკვე მეორადი ინფორმაცია, რომელიც ზოგადად გაგაცნობთ ასტროლოგიას. და პირველი ნაწილი არის კონკრეტულად, როგორც თქვა, ტექნიკური ნაწილი. რომ შეისწავლოთ ასტროლოგია, ეს პირველი ნაწილი უფრო გამოგადგებათ. მეორე ნაწილი არის იმისთვის, რომ უფრო მეტად შეიქმნათ, ესე ვთქვათ, წარმოდგენა ასტროლოგიაზე, რომ მიხვდეთ რეალურად რამდენად, ესე ვთქვათ, დიდი თემაა. აქეთ კიდევ გაგრძელება მეორე ნაწილის. ნახავთ, აქ არის პირველი კოსმოგრამა. აქ ჩვენ ვიწყებთ სულ თავიდან ასტროლოგიას, შესაბამისად ვსწავლობთ სიმბოლოებს. ეს არის ნიშნების სიმბოლოები, პლანეტების სიმბოლოები, ეს აუცილებელია ასტროლოგიისთვის, ეს არის სულ ანბანი, ესე ვთქვათ, ამის გარეშე თქვენ ასტროლოგიას და ვერც ერთ ასტროლოგიურ ლიტერატურას ვერ წაიკითხავთ პროფესიონალურს, თუ არ გეცოდინებათ სიმბოლოები. სიმბოლოები არის ყველაზე ესეთი პირველი დასამახსოვრებელი. შემდეგი არის ნიშნის მმართველები, აქ უკვე საქმეში შემოდის ცხრილები, რომელი ნიშნის მმართველი, რომელი პლანეტაა, სხვადასხვა ასტროლოგების მიხედვით, თქვენ ანუ ზოგადად რო წარმოდგენა შეგექმნათ, არ არის აუცილებელი რომელიმე კონკრეტულს მიყვეთ, ესე ვთქვათ, უბრალოდ ესეც იგივენაირად არის გაცნობითი ხასიათის, რომ იცოდეთ, რომ არსებობს რამდენიმე ვარიანტისა ეს პლანეტარული მმართველების სისტემა. შემდეგი არის სტიქიები და ჯვაები. აქ არ მუშაობს, აქ ნახავთ, რომ არის კონკრეტულად როგორ უნდა დავითვალოთ სტიქიები და როგორ დავითვალოთ ჯვრები, ტექნიკური მახასიათებლები არის, ის რომ უბრალოდ მე ვერძი ვარ და ჩემი სტიქია ცეცხლია, ესე არ მუშაობს ასტროლოგია, ესე მარტივად. შესაბამისად, აქ არის თვითონ ეს კონკრეტული მეთოდი, როგორ ითვლება ეს ყველაფერი, როგორ გამოითვლება. შემდეგი არის ჯონსის ფიგურები, ეს არის ფიგურა პლანეტების განლაგების მიხედვით რუკაზე, რომელიც ახასიათებს ასევე ადამიანს, ახასიათებს მის ცხოვრებას, აქ არის განსხვავებული მახასიათებლები, ამ წერტილების ადგილას პლანეტები არის რუკაზე და აი თუ ესეთი დაახლოებით მსგავსი, ესე ვთქვათ, რუკა გაქვთ, რას ნიშნავს კონკრეტულად არის განმარტებული, აი აქ იგივენაირად წესები არის, რომ აქ 120 გრადუსი უნდა იყოს თავისუფალი, ეს არის 4 ნიშანი, ყველაფერი აღწერილია, ახსნილია დეტალურად კონკრეტული ფიგურა ასტროლოგიური, რას ნიშნავს. ეს არის ფიგურები კონკრეტულად პლანეტების განლაგების მიხედვით. ჯონსის ფიგურები. შემდეგი არის ასპექტები, ჩვენ აქ ასპექტების აღნიშვნას ვისწავლით დასახელებებს და დახასიათებას კონკრეტული ასპექტებისას. იგივენაირად არის მინორული ასპექტები, რომლებიც ცხრილი და დახასიათება მოკლე, ეს არის ასპექტები, რომლებიც რუკაზე ესე ზოგადად უფასო პროგრამებში ან საიტებზე არ ჩანს, თუმცა გვაქვს რეალურად ესე და მათგან რამდენიმეს აქტიურად ხმარობენ უკვე და გამოიყენებენ ასტროლოგები თანამედროვე ასტროლოგიაში. შემდეგ უკვე იწყება კონკრეტული რუკის მაგალითზე, აი ამ ყველაფრის, რაც ვისწავლეთ, მისი გადმოტანა, ესე ვთქვათ, პრაქტიკაში და ახსნა თქვენ ამ რუკის მაგალითზე, ეს ყველაფერი, რაც უკვე გავიარეთ, აი აქ უკვე დეტალურად არის გაწერილი სტიქიები, როგორ დავთვალოთ, მმართველები სად დგანან, იგივენაირად ასპექტები როგორი არის, აი ეს ყველაფერი უკვე მაგალითის სახით ვიწყებთ ანალიზს. შემდეგი არის პლანეტები ნიშნებში. აქ არის კონკრეტული პლანეტა იწყება მზით, მზე ვერცხლში, რას ნიშნავს, როგორი, ესე ვთქვათ, დახასიათება აქვს, იგივე მზე კუროში, მზე კირჩხიბში, ყველა ნიშანში არის მზე განხილული, შემდეგ არის მთვარე განხილული, მერკური, ვენერა, რა თქმა უნდა, მახასიათებლები არის ზოგადი, ზოგადად რუკის ანალიზის შედეგად ეს ყველა მაჩვენებელი, აბსოლუტურად ყველა უნდა შევკრიბოთ და შემდეგ უკვე ხდება დასკვნის გამოტანა, კონკრეტული ერთი მახასიათებელი არაფერს არ ნიშნავს. ეს ყველაფერი უნდა შეიკრას, აქ არის იუპიტერის მაჩვენებლები, სატურნი ნიშნებში რას ნიშნავს, ურანი ნიშნებში, ნეპტუნი და პლუტონი. ბევრს უკვირს, რომ პლუტონი შეცდომა გონიათ, რომ თხის რქით მთავრდება, არ არის პლუტონის დახასიათება მერწყულში და თევზებში, იქიდან გამომდინარე, რომ პლუტონს ერთი წრე არ აქვს აღმოჩენის დღიდან,
დასრულებული მზის გარშემო შესაბამისად არანაირი ტექნიკური მახასიათებლები თუ როგორი შეიძლება იყოს პლუტონი მერწყულში ან თევზებში არ გვაქვს. მისი აღმოჩენის დღიდან დაკვირვება სტატისტიკა არ არის. არის მხოლოდ ვარაუდი, ესე ვთქვათ, ისტორიიდან გამომდინარე. შესაბამისად ესეც არ არის მითითებული. შემდეგი არის მუნდანური სახლები. უკვე ვიწყებთ სახლებს, აქ ისევ არის ესენციალური მახასიათებლების ცხრილი, ესენციალური ღირებულებების, ეს ყველაფერი ახსნილი აქ. და ვიწყებთ სახლებს. სახლების კუსპიდები. აი აქ უკვე ახსნილია, რომელი სახლი სად იწყება, როგორ იწყება, რანაირად იწყება, რომ კარგად განვიხილოთ, შემდეგ უკვე აი პირველი სახლი რას ნიშნავს, მეორე სახლი, მესამე სახლი, ამ სახლების თემები არის განხილული და შემდეგ არის უკვე კონკრეტულად იმ რუკის განხილვა, პირველი სახლის კუსპიდის სად დგას, რას ნიშნავს, კონკრეტულად აი ამ რუკის მიხედვით, ეს არის იგივე წინა რუკა, რაც იქ მაგალითის სახით არის მოცემული, რომ ეს ყველაფერი, რაც ვისწავლეთ, იყოს უკვე პრაქტიკაში რეალიზებული. შემდეგი არის მმართველების სახლებსა და ნიშნებში, ეს უკვე არის ანალიზი ამ რუკის მიხედვითაც და ზოგადად მეორე სახლის მმართველი სად დგას, რას შეიძლება ნიშნავდეს. აი პირველი სახლის კუსპიდზე სხვადასხვა, ესე ვთქვათ, ნიშნებში, რა შეიძლება ნიშნავდეს პირველი სახლის მმართველი. სხვადასხვა სახლებში თუ დგას, რას ნიშნავს, ყველა შემთხვევაში იგივენაირად აქაც არის მეორე სახლის მმართველი, მესამე სახლის მმართველი, ყველაფერი არის განხილული ცალ-ცალკე. მეორე სახლის მმართველი სახლებში, მეორე სახლის მმართველი ნიშნებში. მესამე სახლის მმართველი იგივენაირად, ანუ აი ნიშნებში და მესამე სახლის მმართველი სახლებში. სად დგას და რომელ ნიშანში დგას კონკრეტული მმართველი იქიდან გამომდინარე. არის რა თქმა უნდა ყველა მე-7 სახლი განხილული, მე-10 სახლი, მე-11, მე-12. ეს არის ძირითადი მე-12 სახლის მაჩვენებლები, მე-12 სახლის მმართველი კონკრეტულ სახლში და კონკრეტულ ნიშანში. აი აქაც ნიშანში. ეს არის ის მასალა, რაც შესაძლებელია, რომ ისწავლოს პრაქტიკული, ესე ვთქვათ, საწყისი მახასიათებლები მოყვარულმა ასტროლოგმა, ნებისმიერ ადამიანმა, რომელიც სულ თავიდან იწყებს ასტროლოგიას. ეს არის ელემენტარული, რაც ყველა ასტროლოგმა, ასტრომოყვარულმა უნდა იცოდეს. ეს არის ელემენტარული, რაც ყველამ უნდა იცოდეს და რაც სამწუხაროდ არ იცის ძალიან ბევრმა. შემდეგ უკვე მოდის პროფესიონალური ხედვა ასტროლოგიაზე. ეს არის მეორე ნაწილი, აქ ახსნილია კონფიგურაციების როლი, რატომ ვაქცევთ ყურადღებას კონკრეტულ კონფიგურაციებს. კონკრეტული კონფიგურაციები არის ჩამოთვლილი. სტელიუმი რას ნიშნავს, დიდი კვადრატი რას ნიშნავს. მოცემულია, რა თქმა უნდა, თვითონ ცხრილი როგორი არის დიდი კვადრატი, ტაუ კვადრატი რას ნიშნავს, დიდი ტრინი, აფრა, იალქანი, ანუ ყველა ამის დახასიათება არის მოცემული სხვადასხვა მაჟორული ასპექტების, კონფიგურაციების, ეს არის იალქანი, ბისექსტილი, ურემი, კონვერტი, დავითის ვარსკვლავი, ანუ ცნობილი არის ბევრი კონფიგურაცია, აქ არის ჩამოთვლილი მაჟორული, მხოლოდ რადგან მინორულები რუკაზე ისედაც არ ჩანს ჩვეულებრივ საიტებზე, ხოლო პროფესიონალურ საიტებში, ესე ვთქვათ, მოყვარული ასტროლოგი ვერ გაერკვევა პროფესიონალურმა, პროფესიონალს ისედაც ეცოდინება ეს ყველა კონფიგურაცია. წიგნი არ არის პროფესიონალებისთვის, წიგნი არის მოყვარული ასტროლოგებისთვის, ამ ყველაფრის შესასწავლად. პლანეტის რეტროგრადულობა რამდენად მნიშვნელოვანია, ისევ არის განხილული ვარსკვლავების როლი, მათი იერარქია, კონკრეტული ვარსკვლავები, სამეფო ძალაუფლების მქონე ვარსკვლავები, წარმატების ვარსკვლავები, ანუ მნიშვნელოვანი ვარსკვლავები, ესე ვთქვათ. შემდეგი არის მინერალები. როგორ ხდება მინერალების შერჩევა, რა პრინციპით, ამას თავისი წესი აქვს, რამდენიმე მეთოდი არსებობს. პლანეტარული ციკლი, მნიშვნელოვანი ასპექტები კონკრეტული წლების განმავლობაში, რომელიც განაპირობებენ, ესე ვთქვათ, ადამიანის ესე საკვანძო მომენტებს. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი წლები ადამიანის ცხოვრებაში. რა თქმა უნდა, ეს არის ზოგადი, ყველასთან იქნება ეს პერიოდი, თუმცა გამოხატვა ყველგან იქნება ინდივიდუალური. შემდეგი არის ჰამბურგის სკოლა და მათი ესე ვთქვათ პლანეტები, რომლებსაც ჩვენ ზოგადად ტრადიციულ ასტროლოგიაში არ გამოვიყენებთ. ეს სკოლა დავამატე ამაზე ინფორმაცია იქიდან გამომდინარე, რომ განსხვავებულია და უნდა ვიცოდეთ, რომ არსებობს განსხვავებული სკოლები. შემდეგი არის ზუსტი ასპექტების როლი, რუკის აგების სისტემები, რითი განსხვავდება ეს ყველაფერი, რისკების და შანსების ანალიზი, თუნდაც ასტროლოგიაში როგორ ხდება, კონკრეტული ფორმულების დემონსტრირება, რას ნიშნავს ფორმულა, როგორ გამოიყურება, ქორწინების თემა ასტროლოგიაში, ემიგრაციის თემა,
როგორი პრინციპით ხდება ამ ყველაფრის გამოთვლა, ჯანმრთელობა, მეთოდები სამედიცინო ასტროლოგიის, პროფესიები, როგორ ხდება ასტროლოგიაში პროფესიების ანალიზი. და შემდეგ არის პროფესიების ჩართული, ანუ რომ დაგეხმაროთ პროფორიენტაციაში, ესე ვთქვათ, მეორე სახლის კუსპიდი რომელ ნიშანში დგას, მეექვსე სახლის კუსპიდი რომელ ნიშანში დგას, იქიდან გამომდინარე, თქვენ დაახლოებით მიხვდებით, როგორი პროფესია შეგეფერებათ. ეს არ არის, ესე ვთქვათ, კონკრეტული პროფესიას არ ანახებს, ანახებს მიმართულებას, დაახლოებით როგორი პროფესია იქნება თქვენთვის, ესე ვთქვათ, წარმატებული. შემდეგი არის ფინანსები და ბიზნესი, როგორ ჩანს ეს ყველაფერი რუკაში, კომუნიკაციური უნარები რამდენად მნიშვნელოვანია, როგორ გამოიხატება, რა პრინციპით გამოითვლება, იგივენაირად არის ფსიქიკური პრობლემები რუკაში, საფრთხეების შეფასება რუკაში, ეს არის უკვე რეალური საფრთხეები. შემდეგ არის საიდან მოდის ფორმულები. აქაც არის ისე თუ ასე მნიშვნელოვანი ინფორმაცია, შემდეგ არის მთვარის ასტროლოგია და მთვარის კალენდარი, რომელიც ჩემი აზრით უნდა იცოდეს ყველამ. მთვარის დღეები მნიშვნელოვანია რეალურად ადამიანის ცხოვრებაში და დღეების მიხედვით რომ ცხოვრობდეს ადამიანი საკმაოდ ისეთი წარმატებული იქნება რეალურად, ბევრად უფრო მშვიდი და ბედნიერი ცხოვრება იქნება ყველას რეალურად მიყვეს, იმიტომ რომ მთვარი არის ჩვენი, ესე ვთქვათ, ძირითადი რიტმის პლანეტა. ეს არის მთვარის დღეების ისე თუ ასე დახასიათება, საკმაოდ ვრცელი არის. თუმცა რა თქმა უნდა ყველაფერი არ არის. და შემდეგ არის დეკუმბიტურა. დეკუმბიტურა არის ესე ვთქვათ დაავადების შეფასება მისი დაწყების დღიდან გამომდინარე, ეს არის ძველი სისტემა, საკმაოდ მოქმედებს, უბრალოდ თავარი არის იცოდეთ კონკრეტულად რომელ დღეს დაიწყო ავადმყოფობა. არა სიმპტომი გამოიხატა, არამედ როდის რეალურად დაიწყო, ესე ვთქვათ, როდის გახდით ავად. შემდეგ არის როგორ ვლინდებიან დაუმუშავებელი დაზიანებული პლანეტები. აქ უკვე ჩანს ანუ ხასიათდება მაგალითად დაზიანებული მზე როგორ გამოიხატება და თქვენ შეგიძლიათ უკვე თქვენს თავზე ნახოთ რამდენად გაქვთ ეს მახასიათებლები. თუ არის მახასიათებელი, ესე იგი მზე დაზიანებული გაქვთ, თუ ეს მახასიათებლები გახასიათებთ რომელიმე აქედან მთვარია დაზიანებული და ასე შემდეგ. ჩამოწერილია დაზიანებული პლანეტები როგორ გამოიხატება ზოგადად. რა თქმა უნდა, ამას დაემატება ინდივიდუალური მახასიათებლები, რომლებიც აქ რა თქმა უნდა არ არის განხილული. პლანეტების დამუშავება მარტივ დონეზე. აქ არის როგორ შეიძლება დაზიანებული პლანეტები დაამუშავოთ, ჩამოწერილი. ეს არის ზოგადი, რა თქმა უნდა, ამას ემატება პროფესიონალური ასტროლოგთან კონსულტაციის შედეგად უკვე თვითონ კონკრეტული რუკა რას ითხოვს რა დამუშავებას, ეს არის მხოლოდ პლანეტარულ დონეზე დამუშავება. დამუშავებაც რა თქმა უნდა ხდება რამდენიმე დონეზე. შემდეგი არის ჰორარული ასტროლოგია, ჩამოწერილია მეთოდი, კონკრეტულად როგორ მუშაობს ეს მეთოდი. ეს არის საკმაოდ პოპულარული და საკმაოდ ძველი და დროში გამოცდილი სისტემა, რომელიც სამწუხაროდ საქართველოში ბევრმა არ იცის. შესაბამისად, ესეც გაცნობითი ხასიათი რომ იცოდეთ, იმიტომ რომ ძალიან მარტივია, არ არის არაფერი რთული ამ სისტემაში და სანდო არის და საკმაოდ ეფექტური. პროგნოზირება, პროგნოზის მნიშვნელობა ყოველდღიურ ცხოვრებაში, პროგნოზირების მეთოდები, როგორ მუშაობს ეს ყველაფერი. შემდეგი არის რექტიფიკაცია, ეს არის დაბადების დროის დაზუსტება, როგორ მუშაობს, რა მეთოდებით ხდება ეს ყველაფერი. შემდეგი არის მუნდანური ასტროლოგიაზეც მცირე ინფორმაცია, ეს არის ქვეყნების გლობალური ასტროლოგია, ესე ვთქვათ, ელექციური ასტროლოგია, ეს არის მნიშვნელოვანი დღეისთვის, მოვლენისთვის, კონკრეტული დღის და დროის შერჩევა. აქ არის კონკრეტულად ქორწინებისთვის და ახალი ურთიერთობის დასაწყებად რა უნდა იყოს რუკაში, რომ იყოს წარმატებული. კონკრეტული დღე როგორ შევარჩიოთ, აქ არის კარმული ასტროლოგიაც. კარმულ ასტროლოგიაში არის უკვე მითითებული რახუს და კეტუს მდებარეობა, ანუ რახუს მდებარეობა თავისთავად მოიცავს კეტუს ანალიზსაც. შესაბამისად, აქ რახუ ვერცხლში, აღმავალი კვანძი, ვისაც რახუ არ იცის, ანუ დასახელება და უფრო აღმავალი კვანძით იცნობს ამას. ნიშნებში არის დახასიათებული და არის ასევე დახასიათებული სახლებშიც. მე რამდენადაც მახსოვს, კი, აი აქ არის რახუ პირველ სახლში, მეორე სახლში, ანუ კარმული ანალიზი მოკლე, ესე ვთქვათ, ზედაპირული აქ მოცემული არის. შემდეგ რა გვაქვს? შემდეგ არის უკვე გამოჩენილი ასტროლოგები და მათი ბიოგრაფია, იმიტომ რომ ყველა მოყვარული ასტროლოგისთვის სირცხვილი არ იცოდეს ელემენტარული, არ არის რა თქმა უნდა აუცილებელია ასტროლოგიის ისტორიის ცოდნა, მაგრამ უნდა ვიცოდეთ ელემენტარული ესეთი ძალიან ცნობილი ასტროლოგები,
რომ ესე ვთქვათ, წარმოუდგენა გქონდეს რეალურად რამდენ ადამიანს აქვს ნაშრომი და მიძღვნილი საკუთარი ცხოვრება, რომ ეს ცოდნა მოეტანათ ჩვენამდე და რამდენად რეალურად ეს არის მეცნიერება და არა ინტუიციურად რაღაც ესე ვთქვათ რა ქვია ამ სიტყვას ანუ რაღაც ექსტრასენსული რაღაც უნარები არ არის რეალურად და ეს არის მეცნიერება და ამაში დარწმუნდება ნებისმიერი ვინც დაიწყებს ამ ყველაფრის შესწავლას. ხშირ შემთხვევაში ასტროლოგიაზე ცუდი წარმოდგენა აქვს იმ ადამიანებს ვინცაც წარმოდგენა არ აქვს ასტროლოგიაზე. შემდეგი არის აქ მოცემული ასტროლოგიური ინსტიტუტები, ეს არის მნიშვნელოვანი ინსტიტუტები მთელი მსოფლიოს მასშტაბით დაარსებული, რომლებიც ეწევიან სხვადასხვა საქმიანობას, მათ შორის ადგენენ სტატისტიკებს, ითვლიან ფორმულებს, საკმაოდ მნიშვნელოვანი, ისე ვთქვათ, ინფორმაციის გადამტანი ისიც არის ინსტიტუტები, რომლებიც რეალურად ავრცელებენ ასტროლოგიურ ინფორმაციას. და ასტროლოგიური სკოლებიც, რა თქმა უნდა. და ბოლოს არის უბრალოდ ვედური ასტროლოგიის მიხედვით, რა უნდა ჰქონდეს რეალურ ადამიანს იმისთვის რომ გახდეს ასტროლოგი. დანართის სახით აქ მოცემული არის დანართი საკმაოდ მნიშვნელოვანია, რადგან მოცემულია ცხრილები, ეს არის ვრონსკის შეფასებების ცხრილი, ეს არის პლანეტების შეფასებების ცხრილი, ეს არის საკმაოდ ვრცელი ქართულად, ქართულ ენაზე, აქ არის 1, 2 მაჩვენებელი, 3, ეს ყველაფერი, ეს ყველა არის პლანეტების შეფასებების ცხრილი, ყველა ეს ცხრილი ეხება პლანეტებს. პლანეტების შეფასებას რუკაში, ეს ყველა მონაცემები ჯამდება. ესეც იგივენაირად და ეს ბოლომდე აქ თავდება ეს მთელი ყველაფერი, რაც ახლა ვნახეთ, არის პლანეტების რუკაში, ამ ცხრილებით ფასდება პლანეტები და შემდეგ უკვე ეს ციფრები იკრიბება და უკვე ხედავთ, რომელი პლანეტა არის ძლიერი, რომელი პლანეტა არის სუსტი თავიდანვე ნატალური რუკაში, ანუ ცხოვრების განმავლობაში, რა თქმა უნდა, შემდეგ ეს ყველაფერი ან მუშავდება, ან დეგრადირდება, ამას უკვე სამწუხაროდ რუკა ვერ ითვლის. ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ პოტენციალი დაბადების დროიდან გამომდინარე, კონკრეტული პლანეტის განვითარების. გრადუსების მართველები, ეს არის ვრონსკის მიხედვით, რა თქმა უნდა, არის სხვა ცხრილებიც, ესე ვთქვათ, მართველები წლების მიხედვით, პლანეტები ნიშნებში, ესე ვთქვათ, ესენციალური ღირებულებების ცხრილი, ისევ ესენციალური ღირებულებების ალტერნატიული ცხრილი, შედარებით ცოტათი განსხვავებით, ესე ვთქვათ, მეგობრები და მტრები კონკრეტული პლანეტების ესეც აუცილებელია რომ ვიცოდეთ, ტერმი, ფასი, ისევ აქციდენტალური ღირებულებების ცხრილი უფრო სხვა ინტერპრეტაციით. და ცოტათი ასტრონომია ასტროლოგებისთვის, რომ წარმოდგენა გქონდეს, როგორი არის ეკვატორი სად არის, ეკლიპტიკა სად არის, როგორ გამოიყურება შეერთება, როგორ გამოიყურება ოპოზიცია თუნდაც, ესე ასტრონომიულ დონეზე, რეალურად რას ნიშნავს. ესე და შემდეგი არის უკვე ორბისები მოცემული სხვადასხვა პროგრამების მიხედვით, უпростоად სხვადასხვა პროგრამა, სხვადასხვა ასტროლოგების მიხედვით, სხვადასხვა სკოლების მიხედვით, კონკრეტულად რა ორბისები გამოიყენება ასტროლოგიაში, რა თქმა უნდა, ყველა პროფესიონალური ასტროლოგი თავისი სკოლის ორბისებს იყენებს, თვითონ სადაც ისწავლა და თვითონ რომელ სკოლასაც მიყვება, მეთოდები ყოველთვის სხვადასხვა ასტროლოგიური სკოლის არის განსხვავებული, თუმცა შედეგი ყოველთვის არის ერთი. ისევ ესენციალური ღირებულებების ცხრილი და შემდეგ უკვე მოდის მინორული ასპექტების მიხედვით კონფიგურაციები, რომლებიც არ იყო იქ წინ, სადაც ჩამოთვლილი იყო აღწერილი, აქ მაინც მინორული კონფიგურაციები, როგორც ესეთი ანალიზის გარეშე, თუმცა მაინც არის ესე წარმოდგენილი. ნახავთ კიდევ რა არის? ქონის სულ ეს არის მინორული ასპექტები, კონფიგურაციები და სულ ეს არის რაც არის. საკმაოდ ინფორმატიული წიგნია, მე თუ მკითხავთ, არ ვიცი, შეაფასეთ თქვენ თვითონ. კიდევ ერთხელ ხაზს გაუსმევ, რომ ეს არ არის წიგნი პროფესიონალებისთვის, პროფესიონალური ასტროლოგებისთვის, იმიტომ რომ პროფესიონალებმა ეს ყველაფერი უკვე ისედაც იციან. ეს არის წიგნი დამწყები ასტროლოგებისთვის, ასტრომოყვარულებისთვის, ვისაც უნდა ასტროლოგიაში, ესე ვთქვათ, პირველი ნაბიჯები გადადგას და გაიგოს ზოგადად როგორ არის მოწყობილი ასტროლოგია და ისწავლოს ელემენტარული ყველაზე ცოტა, რაც ასტროლოგს სჭირდება, ესე ვთქვათ, დასაწყისისთვის. დღეისთვის სულ ეს იყო, დროებით.